მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა იქნება, მინდა რომ გაგაცნოთ ინფორმაცია მოგაწოდოთ ტყუპისულების შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი კითხვები შემოვიდა და თან წინა ვიდეოში, როდესაც კარმულ ურთიერთობებზე ვისაუბრე, მე შეგვიძლია რომ ვისაუბრებდი ასევე ტყუპსულებზე, მონათესავე და ესე ეტაპობრივად გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეოების ციკლი. თუმცა სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ და აღნიშნავ იმას აუცილებლად, რომ ეს ჩანაწერები და ეს ჩემი ვიდეოები არ არის ყველა ადამიანისთვის, ყველასთვის არ არის ხალხო. თქვენ თვითონაც ხვდებით, რატომ არ არის ხო? ყველასთვის არ არის ეს მისაღები და YouTube-ზე, ინტერნეტში უამრავი მსგავსი ვიდეოები არსებობს, შეგიძლიათ სხვას მოусმინოთ, სხვა ინფორმაციით დაკავოთ თქვენი გონება და თქვენი ტვინი, იმიტომ რომ ყველა დრო არ დაკარგოთ, სათაურშივეა მითითებული, რაზე მექნება დღეს საუბარი და მე იმის დაწერას, რომ მე ამის არ მჯერა, მე იმის მჯერა, ძალიან კარგი მისაღებია ყველანაირი თქვენი მოსაზრება, ყველანაირი თქვენი შეხედულება და ღირებულებები გასაგებია, მაგრამ რატო კარგავთ დროს, რატო უსმენთ ვიდეოებს და მე რატო კარგავთ იმაში დროს, რომ განმარტებები აკეთოთ და კომენტარები მიწეროთ, რომ მე არ არის ჩემთვის და იმისთვის არის და ამისთვის არის. ვისთვისაც არის, აი მხოლოდ მათ მოусმინეთ. რა თქმა უნდა, პატივცემთ თქვენს აზრს და ასევე პატივისცემას მოვითხოვ იმისი, მე რაზეც ვსაუბრობ და რაზეც ვიხარჯები, სადაც ვხარჯავ ჩემს ენერგიებს, ხო? ამიტომ გავაკეთე ეს პატარა შესავალი. მოდი ახლა უშუალოდ თემაზე გადავიდეთ და ასეთი შეკითხვები შემოვიდა პირადშიც და კომენტარების სახითაც იყო, რომ ტყუპისულების შესახებ თუ შეიძლება რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდეთო და კი ბატონო, რატომაც არა. თქვენ უკვე ქედან გამომდინარე, თქვენი შეკითხვებიდან გამომდინარე, ხვდები რომ ხსენიათ ტყუპისულების შესახებ და მინდა გითხრათ, რომ აღნიშნო დასაწყისშივე, რომ განსხვავება არის ტყუპსულებსა და მონათესავებს შორის. სხვა კარმული ურთიერთობების, სხვა არსებობს, ხო? ყველა არ არის ტყუპისული, თუმცა თავიდანვე გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი ვიქექოთ, ეხლა ჩვენთვის ეს ჩვენი მეორე ნახვარი ტყუპისულია, ჩვენი ტყუპის ცალია, ჩვენი მონათესავისულია თუ არა, იმიტომ საერთოდ არ არის აუცილებელი და რატომ ამას თანდათანობით მივხვდებით, რატომ არ არის ამის ქექვა საჭირო. იმიტომ რომ დავიწყოთ იქიდან, რომ ტყუპისული რა არის? ეს არის ერთი სული, ანუ ეს არის ერთი ადამიანი, ერთი სული. ფიზიკურად შეიძლება იყოს სხვა ადამიანში ეს სული და ეს სული არის გაყოფილი ორ ნაწილად. ანუ ტყუპისული ნიშნავს, რომ ერთი მთლიანი არის დაყოფილი ორად, ორი ნაწილია. სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციები კეთდება ხოლმე, ახლა ყველას სხვადასხვანაირად აქვს ეს განმარტებები, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივდივართ იმ დასკვნამდე და ის აზრიდევს, რომ ეს არის ერთი სული. ანუ შენი ტყუპის ცალი, ანუ ტყუპის სული არის შენივე ნაწილი, შენი მეორე მე. ოღონდ ფიზიკურ დონეზე არა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავმეორდები, ეს არის სულიერ დონეზე, აქ ლაპარაკია სულიერ დონეზე. ასევე არის საუბარი და განმარტებები სხვა წყაროებიდან, რომ ტყუპის სული შეიქმნა ერთდროულად, ანუ ერთი და იგივე დროს, მაგრამ განცალკევებულები იყვნენ და თავიდანვე, როდესაც დაიწყო ინდივიდუალურად დაიბადნენ ესენი, თავიდანვე სათავეშივე, ყოფიერების სათავეშივე იყვნენ განცალკევებულნი. სხვა ენებიდან, სხვა წყაროებიდან რომ თარგმნე, აი სწორედ ესეთი დეფინიცია მივიღე, ხო? თუმცა თუ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცალცალკე არიან დაბადებულები, ესენი დაპირდნენ ერთმანეთს, რომ ამ ცხოვრებაში დედამიწაზე კვლავ შეხვდებოდნენ ერთმანეთს. და აღსანიშნავი არის ის, რომ ეს ტყუპისულები არის ძალიან დიდ კავშირში, აი მაგნიტური კავშირია თითქმის ერთმანეთთან. თითქმის კი არა მაგნიტური, აი ერთმანეთში აქვს ძალიან დიდი მიზიდულობა. და აღნიშნავ იმასაც, რომ ამ ორ ნაწილს შორის არის განსხვავება. და რა განსხვავება იქნება, ბუნებრივია, აი ფიზიკურ სხეულში, როდესაც არის ადამიანი, მას აქვს საკუთარი პროგრამები უკვე დაბადებიდან, საკუთარი ტრავმები, საკუთარი გამოცდილებები და აი ეს განსხვავება შეიძლება იყოს, შეიძლება კი არა, მათ შორის არის ეს განსხვავება. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებთ, რომ ეს არის ერთი სული,
სულიერ დონეზე განვიხილავთ ჩვენ ამას, არ არის მარტივი ამის გაგება, ძალიან რთულია გადმოსაცემათაც ეს ყველაფერი. ადამიანი თუ ამას ვერ გრძნობს, ეს აი როგორ გითხრათ, ეხლა როგორ გადმოგცეთ რაღაცის გემო, ხო ვერ გადასცემთ ადამიანს, როდესაც გემოზია საუბარი, ამ ფერი როგორ უნდა გადასცე, ხო, გამოსახო. აი უბრალოდ უნდა გამოსახო. აი უბრალოდ ძალიან რთულია ამის გადმოცემა, მაგრამ რაც შემეძლება და როგორც არის როგორც შესაძლებელი იქნება ამას გადმოვცემ ახლა მე, ანუ წარმოიდგინეთ თქვენი მეორე ნახევარი, თქვენი მეორე ნაწილი, თქვენი მეორე მე სულიერ დონეზე არის სადღაც და როგორც კი ეს ადამიანი გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ანუ თუ შეხვდებით ოდესმე, რა თქმა უნდა, ყველასთან არ ხდება ხოლმე, ხო? ეს შეხვედრა. ეს ადამიანები მაშინვე ცნობენ ერთმანეთს. მაშინვე. ანუ მაშინვე იძახი, რომ ეს არის ჩემი ადამიანი. მაგრამ ნახეთ, აქაც არის განსხვავებები. აქაც არ უნდა მოტყუდეს ადამიანი. შეიძლება ის იყოს შენი კარმული პარტნიორი, შეიძლება იყოს მონათესავე სული, მაგრამ არ იყოს ტყუპის სული. აქაც ძალიან დეტალებია, ხო, გასათვალისწინებელი, თუმცა ამის გარჩევა არც თუ ისე მარტივია. ესე იგი, მუძლიერესი კავშირი ორ ადამიანს შორის. პირველი ნიშანი და ეს არის აუცილებლად ეს არ არის აი ჩვეულებრივი რომანტიკული სიყვარული, რაღაცა ვნება, ერთმანეთისადმი ტოლვა, თუმცა ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ მხოლოდ ამით არ განისაზღვრება. ეს არის აი პირველი ნიშანი, რაც არის ხო ტყუპისულების, ეს არის ტელეპათიური კავშირი. ნახეთ, შეიძლება საერთოდ არ იცნობდე იმ ადამიანს, ნანახიც არ გყავდეს და არ იცოდე რომ არის, მაგრამ ვიღაცასთან შეიძლება გქონდეს ადამიანს ტელეპათიური კავშირი, ისეთი რომ მას ესაუბრებოდე, ელაპარაკებოდე, განიცდიდე, მას შეიგრძნობდე უბრალოდ, ნახეთ, შეგრძნებები გქონდეს, ისეთი რომ ის სადღაც არის, შენი სულის მეორე ნაწილი არის სადღაც, ან თუნდაც საერთოდ არ იყოს შენს ქვეყანაში, სადღაც სხვა ქვეყანაზე ასულ სხვაგან საერთოდ და ისიც არ იცი სად, ხო? ეს არის ნამდვილი სიყვარული. უპირობო სიყვარული, ეს არ არის სიყვარული რაღაცის გამო, ან აი დღეს მიყვარხარ, ხვალ არ მიყვარხარ, დღეს მაქვს შენთან კავშირი, ხვალ არ მაქვს, ნუ ეს სულ სხვა განზომილებაა რა. ნუ მოკლედ ამას იცით რას ეძახიან მეორენაირად, ეძახიან აი ცეცხლი, ეს არის ერთგვარი ცეცხლი ალი და როგორ ხდება დინამიკაში ხამის განვითარება, აქაც შეიძლება იყოს როდესაც შეხვდებიან ერთმანეთს ეს ადამიანები, აქაც შეიძლება იყოს გაქცევის დინამიკა ამ სიტუაციიდან, ერთი გაურბოდეს მეორეს, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ და უფრო მეტად მანამდე მინდა რომ ის გითხრათ, რომ ეს კავშირი დაიმახსოვრეთ, რომ გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სიყვარულის ამბავი, თუნდაც არ იყოს ეს უბრალო სიყვარული, სიგიჟემდე სიყვარულის ამბავი. ეს კიდე უფრო მეტია. ეს არის მძაფრი სულიერი კავშირი ორ სულს შორის, როდესაც ადამიანი არის, ნახეთ როგორ არის, ენერგეტიკულ დონეზეც, ხო? ყველა ჩაკრის დონეზეც. ანუ ეს კავშირი ცდება დროს, სივრცეს და ისე დონეებზეა დაკავშირებული ერთმანეთთან, რომელიც მხოლოდ შენს სხეულს შეუძლია, შენს გულს შეუძლია აღიქვას, სხვანაირად აი ეს კავშირი წარმოუდგენელია ამის გადმოცემა. ანუ ნახეთ რა ხდება. ეს კავშირი ეფუძნება ვერ ვიტყოდი რომ მხოლოდ სულიერ თავისთავად, მაგრამ არა მხოლოდ სულიერს. აქ შეიძლება იყოს ფიზიკური მიზიდულობაც, მაგრამ გაითვალისწინოთ რომ არა მხოლოდ ფიზიკური, რაც არ უნდა ძლიერი მიზიდულობა ქონდეს ორ ადამიანს ერთმანეთთან, ფიზიკურად ძლიერი ტოლვა ქონდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთის ტყუპის სულია, ხო? ეს არის ენერგიულად და სულიერად ურთიერთობა თუნდაც არ იყვნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან შეხვედრილი. როდესაც ეს ადამიანები გრძნობენ, რომ მათ ყავთ თავისი ტყუპის სული, ხო? არიან გრძნობენ ეს ადამიანები ამას. ისინი
იმათ აქვთ ყოველთვის მოლოდინი, რომ ისინი საბოლოოდ მაინც შეხვდებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ ამ ცხოვრების მანძილს გულისხმობ. და როდესაც ეს მიზიდულობა არის, რომ თითქოს ერთი მთლიანი ნაწილი ხართ, მაგრამ ამ ორი ადამიანის ღირებულებები. აი, ხო არის ეს შემთხვევა, რომ კი გრძნობ, შეიძლება თქვენც გქონიათ, აი დაწერეთ კომენტარებში, ძალიან მაინტერესებს თქვენი გამოცდილებებით, თუ ვინმე მისმენთ ისეთი, ვისაც აქ აი ეს გამოცდილება, რომ ესეთი შეგრძნებები აქვს, მაგრამ ნახეთ, თქვენ შეხვდით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ თქვენი ღირებულებები, შეხედულებები არ ემთხვევა ერთმანეთს. ანუ თქვენ სულ მაგალითისთვის, მოდი მაგალითისთვის ავიღოთ, რომ აი მამაკაცი არის ძალიან ქარიზმატული, განვითარებული, ფიზიკურ დონეზე არის, აი მოკლედ ძალიან აღიარებული, თავდაჯერებული, ბიზნესიც აქვს, ყველაფერი აქვს, ძალიან კარგი მოცემულობაშია და ამ დროს შეხვდა მას ტყუპის ადამიანი, ანუ თავისი მონათესავისული იქნება თუ რაც კარმული ურთიერთობა აქვს ადამიანთან, რომელიც განვითარების სხვა დონეზეა. ნუ იქ მასში უფრო სულიერება მეტად არის განვითარებული, ანუ მათი ღირებულებები არ ემთხვევა ერთმანეთს. არის შემთხვევები, როდესაც მათ, ნუ რა თქმა უნდა, მიზიდულობა მათ შორის არის ძალიან დიდი. ერთმანეთის გარეშე ვერც წარმოუდგენიათ ცხოვრება. ერთმანეთი უყვართ, გიждდებიან ერთმანეთზე, მოდი აი ჩვენ ენაზე ვთქვათ, ძალიან უყვართ ერთმანეთი. მაგრამ აი ასეთ შემთხვევაზე არ შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ ესენი არიან ერთმანეთის ტყუპის სულები. აქ არის კი კარმული ურთიერთობა, მაგრამ უკვე სხვა დონეზეა ეს კარმული ურთიერთობა, სხვა ტიპია კარმული ურთიერთობის ერთი სიტყვით რა. განსხვავებული შეხედულებები, ჩემი მოსაზრებით, აი ამ ტყუპ სულებს არ აქვთ, არც განსხვავებული ღირებულებები აქვთ, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მე მიფიქრე ამაზე და მოსაზრებები სხვადასხვანაირია, ხო? არ ემთხვევა ახლა ხშირად ერთმანეთი, აი ვისაც ნანახი ყავს თავის ტყუპის სული და ვინც ამოიცნო, მათი მოსაზრებებიც ხშირად განსხვავდება. მაგრამ ნახეთ რა ხდება, რაღაც მომენტში, როდესაც არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც შენ საკუთარ თავთან მოდიხარ წინააღმდეგობაში, ხო? ხო არის რაღაც მომენტი, რომ აი გაურებული ვარ, ან რაღაცას იძახი ადამიანი. ანუ რაღაცა ორი ერთმანეთ ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცები ხდება შენ ცხოვრებაში. და პრინციპში შეიძლება რომ ტყუპ სულებშიც მოხდეს ესეთი რაღაცა, იპონო შენი ტყუპის სული და მას კონდეს განსხვავებული შენი პარტნიორი ურთიერთობაში, ანუ პარტნიორული ის კონდეს კავშირი, მაგრამ მე ვფიქრობ და ძალიან ბევრი ესე იგი აი ეს რაც ამაზე ინფორმაციები მოვიძიე და წლები ამას განვიხილავ, არ მაშინ ესენი არ არიან ტყუპის სულები. აქ არის სხვა ურთიერთობა. ანუ მოდი ჩამოვყალიბდეთ ძალიან ბევრი ვილაპარაკე და მინდა რომ შევკრა ახლა ეს ნახეთ, ტყუპ სულებში არის ერთი სულია და გაყოფილია ორ ნაწილად, ანუ ორ ფიზიკურ სხეულშია მოსული, ერთმანეთთან აქვს ტელეპათიური კავშირები, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთმანეთს არ იცნობენ, მათ აქვთ ურთიერთკავშირი, თუ შეხვდებიან ერთმანეთს, აბსოლუტურად ერთნაირები არიან. წარმოიდგინეთ, რომ კი, ხდება მათ შორისაც დაშორება, გაქცევა, გამოდევნება, ამას მე შემდგომში უფრო კარგად გავმარტავ, მაგრამ მაინც მათი ღირებულებები ყოველთვის არის ერთნაირი, ანუ უпростоრად როგორ არის ერთმანეთთან წინააღმდეგობებში არ მოდიან, იმიტომ რომ ერთი მთლიანი არიან. არ აქვთ მათ საწინააღმდეგო ერთმანეთის არაფერი, ხო? აქ არის საერთო ენერგეტიკა, საერთო ცეცხლი, საერთო ალი და ერთმანეთს უჭერენ მხარს ყველაფერში აბსოლუტურად. სხვათა შორის, როდესაც ადამიანები ხვდებიან თავის ტყუპის ცალს, ტყუპის სულს, ისინი აუცილებლად განიცდიან ტრანსფორმაციას, აუცილებლად, იმიტომ რომ ცხოვრების სულ სხვა დონეზე გადადიან, სხვა ეტაპზე გადადიან. მათი ცხოვრება გაყოფილია ორ ნაწილად. ანუ მანამდე როგორც ცხოვრობდნენ და როგორც იყვნენ და მას შემდეგ რაც თავის ტყუპ სულს შეხვდნენ, ხო? აბსოლუტური განსხვავება ამ ორ იმას შორის ტრანსფორმაციას განიცდიან, უფრო განვითარებული არიან სულიერ დონეზე, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ აქ ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ და ვერ ვიტყვი, რომ მარტო სულიერ დონეზე არიან და არა ფიზიკურად, აი მატერიალურადაც კი. ანუ ერთმანეთის მხარდაჭერა ხდება. თუ ერთი ნაწილი, ერთი პარტნიორი
ერთ-ერთი მათგანი ნაკლებად არის, ხო, განვითარებული და მეორე არის უფრო მეტად განვითარებული, აუცილებლად ხელი უნდა შეუწყონ ერთმანეთს და მათ აქვთ ის სურვილი, რომ ერთმანეთს დაეხმარონ იმაში, რომ ერთმანეთთან მოვიდნენ ჰარმონიაში და ერთი სიტყვით აი გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, სწორად მივხვდით, ხო? აი ცოტა რთული გასაგებია, ამიტომ ვიძახი ყველასთვის არ არის ეს ვიდეო, მაგრამ ვინც მისმენთ და ვინც აი ამ საკითხებში ოდნავ მაინც დაინტერესებულები ხართ და გარკვეული ხართ, ამას აუცილებლად გაიგებთ. ანუ ერთი სიტყვით, ეს არის ტყუპის სულები არ არიან, ასევე მე გეტყვით იმას, რომ მეგობრული ურთიერთობა. არ არის მეგობრული ურთიერთობა, არ არის ჩვეულებრივი სიყვარულის ამბავი, ეს არის შენი მეორე ნახევარი, ნამდვილი მეორე ნახევარი, სულიერი მეორე ნახევარი და არა მხოლოდ ფიზიკური. ну, მოკლედ, აი ეხლა დღეს ამ ეტაპზე ამ ინფორმაციით შემოვიფარგლებით, თუმცა კვირდებით, რომ კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაზრდით და უფრო მეტად ცირვებში შევალთ, მაგრამ აი ამ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია და თავს არ მოგაბეზრებთ. დაწერეთ თქვენი მოსაზრებები, გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, იქნებ თქვენც გქონიათ ესეთი გამოცდილებები და გააზიარეთ. არ იქნება ცუდი, პირიქით, ძალიან საინტერესო იქნება. კიდე რა მინდოდა მეთქვა, ხო, გადააზიარეთ ეს ვიდეოც, ნახონ სხვა ადამიანებმა და ამით თქვენ მეც დამეხმარებით იმაში, რომ ბევრი ადამიანი შეიტყობს აი ამ გვერდის შესახებ. მადლობა დაგემშვიდობებით.